როგორ ხარ, მაიკლ? შესანიშნავად, მეგობარო, 2 კვირა გვაშორებს ბრძოლამდე. 12 აპრილი, მაიამი, UFC 314. პედი პიმბლეტს ვებრძოლები, თავს ძალიან კარგად გხსნებ. მძიმე სამუშაო თითქმის დავასრულე. ეს კვირა შედარებით შრომატევადი გამოვიდა, შემდეგი კვირა უფრო მსუბუქი იქნება. დეტალებს დავაზუსტებთ, შემდეგ ბრძოლის კვირაც დგება. პრესკონფერენცია გავიარეთ უკვე ლას-ვეგასში. მითხარი, რამე ისეთი ხომ არ შეცვლა მომზადებისას, რაც მაგალითად რამდენიმე კვირის წინ არ იცოდე. ბევრი არაფერი ძმაო. როგორც უკვე ვთქვი, პედის ძალიან დიდ პატივს ვცემ. პატივს ვცემ მის გამლილ გზას, მის აღმასვლას და ზოგადად მის ბრენდს, რომელიც მან ააშენა. დარწმუნებული ვარ, ის ჩემნაირს ჯერ არ შეხვედრია. მე კიდევ ამ დივიზიონის ისეთ ლეგენდებთან მაქვს ნაჩხუბარი, რომლებმაც დიდების დარბაზში პირველებმა შეაბიჯეს. ორივე ჩვენგანისთვის გადამწყვეტი ჩხუბი იქნება. უნდა დავამტკიცო, რომ მე კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო ქვემსუბუქი წონის მებრძოლი ვარ ამ პლანეტაზე. მან კი უნდა დაამტკიცოს, რომ ტოპ 10-ში მოხვედრას იმსახურებს, ასე რომ ნახოთ რა მოხდება. რას ფიქრობ, პედი პიმბლეტზე გამარჯვება რას მოუტანს რკინის მაიკს? სიმართლე რომ გითხრა, მე ხშირად ვსაუბრობ მებრძოლების ცხოვრების ეულ ციკლზე. 4 წლის წინ UFC-ში როცა მოვედი, ჰანტერის ოფისში დავჯექი. მას თვალებში შევხედე და ვუთხარი, ჰანტერ მისმინე, UFC-ში როცა მოვალ, მინდა რომ პირდაპირ საუკეთესოებთან შემახვედრო. მინდა რომ ზვიგენებით სავსე წყალში მომისროლო და ასეც მოიქცნენ. შემახვედრეს. თითქმის ყველა დიდი ვენჩი მივიღე მონაწილეობა. მედისონ სკვერ გარდენში 3-ჯერ ვიჩხუბე, ტოპ 5-ეულსაც შევხედრირვალ. ყველა მებრძოლი ვინებთანაც დავმარცხდი ტოპ 3-ეულში ან ტოპ 2-ეულში შედიოდა. იმ დროისთვის, როცა ვუპირისპირდებოდი. როცა მოჩხუბრების ცხოვრება საკვირდები ასე ხდება. მაგალითად, დასტინ პორია როცა ბენუას დაუპირისპირდა, სურდა დაემტკიცებინა, რომ ის კვლავ იმსახურებდა ტოპ 10-ში ყოფნას. ჯასტინ გეიჯი მას იგივე დაამტკიცა, როცა ფიზიებს დაუპირისპირდა. ჩემ შემთხვევაშიც იგივე. ეს შესაძლებლობა მაძლევს იმის შანსს, რომ გავამყარო ჩემი პოზიცია და ვთქვა, მომისმინეთ, მე ისევ აქ ვარ, ისევ შრომობ ტიტულისთვის, ისევ მჯერა, რომ სატიტულო ბრძოლა ჩემი მომავალი იქნება, რადგან ჯერ კიდევ ჯანზე ვარ. და პედი პიმბლეტზე გამარჯვება დამეხმარება იმის დამტკიცებაში, რომ ბრძოლებს სპეციალურად ჩემი რანგის დაცვისთვის არ ვარჩევ. ასე რომ 12 აპრილს ყველაფერს ჩამოვდივარ. რაც შეეხება ტიტულის სიტუაციას, რას ფიქრობ, ვინ დაუპირისპირდება ისლამ მახაჩევს? ჩარლზ ოლივეირა, ილია თოფურია თუ არმან ცარუკიანი? მართლა რთული სიტუაციაა, ძმაო. სიმართლე რომ გითხრა, ერთადერთი ვინც არ ახსენე ჯასტინ გეიჯია. მე ცხადია ჯასტინ გეიჯის ფანი ვარ. ასევე მისი ქცევის როგორც ოქტაგონში, ისევ მის გარეთ. 2021 წელს ჩვენ წლის ბრძოლა გქონდა და დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა UFC-ს დიდების დარბაზში შევა. ვისურვებდი, რომ მისთვის შანსი მიეცათ, მაგრამ რთული სიტუაციაა გესმის. მე თვითონ მომეცემოდა ამის შანსი ჩარლზი რომ დამემარცხებინა, რადგან როგორც იცი, ნომერ პირველი კონტენდერობისთვის ჩხუბი იყო. უпростоრად იქნებოდა, რადგან არმანს უნდა ებრძოლა ტიტულისთვის და ბრძოლის წინაღამეს ბრჭყალებში ზურგი იტკინა. გეიჯი ფიზიევი დაამარცხა და ნომერ პირველი კონტენდერი გახდა, მაგრამ შემდეგ თავისი ნომერ პირველ სტატუსს მაქს ჰოლოვეისთან BMF-ისთვის ბრძოლაში ჩამოდის, სადაც მარცხდება. ახლა კი თოფურია თავის ტიტულს თმობს და 155-ში ადის. მოკლედ, არანაირი სიცხადე არ არსებობს, ეს დივიზიონიც სწორედ ამიტომ არის მაგარი. ძალიან მაგარია ამ დივიზიონში ყოფნა, როცა არავინ არ იცის, რა ჯანდაბა შეიძლება მოხდეს. იგივე სიტუაცია იყო ჩემ დროსაც, როცა UFC-ში მოვედი. გეიჯი ხაბიბთან იყო ნაჩხუბარი, ხაბიბმა კარიერა დაასრულა. პორიე კონორ მაგრეგორთან 3 მატჩიან სერიაში იყო ჩართული. შემდეგ უცებ მემეძლევა სატიტულო ბრძოლა ჩარლზთან, რადგან გეიჯს არ შეეძლო ჩხუბი წინამარცხის გამო. პორიემ საერთოდ უარი განაცხადა ტიტულზე. მოკლედ, შეშლილი დივიზიონია ძლიერი მებრძოლებით. თან თუ დავუმატებთ თოფურიას და მაქს ჰოლოვეის, ასე რომ წარმოდგენა არ მაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში დიდი ბრძოლა გამოვა. ახლა ის გადამრჩა, რომ პიბლეტთან თავი კარგად წარმოვაჩინო. დავჯაბნო იგი და დავამტკიცო, რომ ისევ ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი მსუბუქი წონის მებრძოლი ვარ მთელს პლანეტაზე. ისლამა ჩემთან ბრძოლის სურვილი არაერთხელ გამოთქვა, ასე რომ მინდა გამარჯვებები დავაგროვო და მას ტიტულისთვის ვეჩხუბო. თუ ვიხილავთ პორიეს და გეიჯს მესამე ბრძოლას, რომელსაც შენ უკვე ოქტაგონზე შეხვედრილ ხარ, ვის მიანიჭებდი უპირატესობას? ფიქრობ უფრო გეიჯს. არ გულისხმობ, რომ პორიე მას უნარებით ჩამოუვარდება, არა. გეიჯი მასთან შედარებით უფრო მშიერია, გესმის? პორიე კარიერის ბოლოშია გასული. ბოლო ბრძოლა სავარაუდოდ მოტივაციას მისცემს, რომ საბრძოლო კარიერა გამარჯვებით დაასრულოს. ასე რომ პორიეს ამგვარ საბრძოლო განწყობას უპირატესობად ჩავთვლუდი, მაგრამ მაინც მგონია, რომ გეიჯი მოიგებს. ეს ჩემი პირადი აზრია. მაგრამ ვინ იცის რა შეიძლება მოხდეს. ილია თოფურიას თუ არ მისცემენ სატიტულო ბრძოლას, რას ფიქრობ, ვის შეახვედრებენ ოლივეირას თუ სხვა ვინმეს?
ალბათ ჩარლზი, მაგრამ არის არმანიც, მატეუშ გამროტი, რომელიც ტოპ 5-ია თუ ტოპ 6. არის დენ ჰუკერი, რომელმაც გეიჯთან ხელი მოიტეხა და ჩხუბი ჩაშალა. არ ვიცი ძმაო. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ბრძოლა, რაც UFC შეუძლია მოაწყოს, იქნება ჩემპიონი ჩემპიონის წინააღმდეგ. ილიას ბრძოლა ისლამთან. ბიზნესის კუთხით თუ მივუდგებით, ყველაზე აზრიანი გადაწყვეტილება ამ ჩხუბის გამართვა იქნება, რადგან დიდი ბრძოლა გამოვა. საკითხავია, იმსახურებს თუ არა ილია ამას. რთული სათქმელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვემოწონიდან ამოდის, როგორც იცი ის ამბობს, რომ სავარჯიშო კემპის გარეთ 85 კილოა. არ ვიცი სიმართლეც ამბობს თუ არა, მე პირადად არ ვფიქრობ ის ისეთივე დიდი იყოს, როგორც ჩვენ. მაგრამ ფაქტი ერთია, ის ძალიან ნიჭიერია და რაც მთავარია, საკუთარ თავში თავდაჯერებული, ასე რომ ილია შეგიძლია ან გამროთ შეახვედრო, ან არმანს, ვინც უკეთესი მოჭიდავია ვიდრე მოკრივე. ან გეიჯი, ან ოლივეირა, ორივე კარგი მოკრივეა. ან საერთოდ ისლამთან შეუშვა.